ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვებაა თქვენთან. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. რაც უნახდებოდეს მსოფლიოში. უკრაინის საკითხი მაინც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია უკრაინაზე პროფესიონალების აზრი. იმ ადამიანების აზრი, ვინც უკრაინის ომს უყურებს როგორც პროფესიონალი. როდესაც ვკითხე, როგორც არ გადგინო მეთქი, მითხრა, რაც გინდა მიმაწერე, ოღონდ სამხედრო ექსპერტი არა ვარ, ამიტომ სამხედრო ექსპერტს არ ვაწერთ და წარმოგიდგენ პოლკოვნიკ თემურ ლიპარტელიანს, რომელსაც ქართველი სამხედროებისთვის და მათთან დაახლოებული წრეებისთვის წარდგენა არ სჭირდება. ამ ადამიანს ალბათ ნახევარი ცხოვრება პირდაპირ მნიშვნელობით ომსა და სანგარში აქვს გატარებული. დანარჩენებს კი ვეტყვი, რომ თემურ ლიპარტელიანი იბრძოდა ყველა ომში, რომელიც საქართველოს დაატყდა თავს და მისი სამხედრო სამსახური დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახური ავღანეთში, ელიტურ სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფში. თემურ ლიპარტელიანი სულ რამდენიმე დღის დაბრუნებულია უკრაინიდან, სუსის და კონტრდაზვერვის და სხვათა გასაგონად ამბობ, რომ საომრად არ ყოფილა, მეგობრებთან იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ნახა და როგორ აფასებს დღევანდელ ვითარებას. თემურ, გამარჯობა. სულ ახლა დამთავრდა ნატო სამიტი, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ამ გამოცდილებით სულ სხვანაირად უყურებს ევროპულ და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ამიტომ მინდა კითხო როგორც პროფესიონალს, რა შეცვალა ამ ომმა ისეთი, რომ ჩვენ უსაფრთხოების საკითხების გადახედვა, ჩვენი ხედვის შეცვლა დავიწყოთ. რა გამოცდილება შეიძინეს თუნდაც სამხედროებმა ამ ომით? აი მაგალითად ავიღოთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაც მოხდა კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთში მაგალითად, ხო? ყველამ რაღაცა აჩვენა. ავიღოთ მაგალითად ყველაზე დიდი გარდატეხა მე-20 საუკუნეში შეიტანა 91 წლის სპარსეთის ყურის ომმა. ამერიკამ ფაქტიურად თვეზე მეტი ბომბა ერაყის პოზიციებს სპარსეთის ყურეში. და ამის შემდეგ წავიდა ფეხოსნები. ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. აქედან უკვე артиლერიაში წავიდა რაღაც ახალი ცვლილებები. როგორც ავიაციაში, ისე артиლერიაში. ავღანეთის ომმა აჩვენა ის, რომ მაგალითად ასეთი საბრძოლო მოქმედებები უფრო კარგი, იმიტომაც შეიყვანეს შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმები, რომ ვერაფერს ვერ გადიოდნენ და უკვე მტრისურგში დაიწყეს ბრძოლა, როგორც პარტიზანული მოქმედებები. ჩეჩინეთის ომმა აჩვენა, რომ მაგალითად აი ქალაქში ომი უკვე ყველაზე კარგი იყო 5-კაციანი, 7-კაციანი ჯგუფებით, რომელსაც სნაიპერებით, რომელსაც მეტყვიან ფქვევები და მეავტომატები, ანუ მსროლელები უჭერდნენ ხაზს. ანუ ყველაფერი წინ მიდის. და უკრაინამ აი ამ 3 წელიწადნახევრიანმა ომმა რა ცვლილებები მოიტანა კონკრეტულად? თვითონ როცა მე ვიყავი 3 წლის წინ რო ვიყავი იქ, სხვანაირი, აი მაშინ მიდიოდა ზუსტად აი ჩვენ რო ქონდა შენ რო სამხედროში იყავი, მაშინ და ჩვენ რო და იმითის წესდებებით ხელმძღვანელობდით საბჭოთა არმიის და შემდეგ რუსეთის წესდებებით რო ვიყავი. აი ზუსტად ეგეთი ომი მიდიოდა, პოზიციური ომი მიდიოდა. აი ხლა ძალიან განსხვავებულია ის. მე მეორე წელს რო ვიყავი უკვე სხვან უკვე პოზიციური ბრძოლები ნაკლებად მიდიოდა. უფრო ნაკლებად მეშვებოდა, რა ქვია, აი ბრონეტექნიკად ეს ნაკლებად მუშაობდა. ნაკლები საჭირო ხდებოდა ბრძოლის დროს. ეხლა თითქმის აღარაა საჭირო, რა, აი თითქმის, არ ვამბობ სულ არა თქვა, მაგრამ თითქმის აღარაა საჭირო ტანკი, საბრძოლო ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა. მხოლოდ იმისთვის არის ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, იმისთვის ხმარობენ უფრო მეტად, რომ აი რაღაც ზღუდემდე მიიყვანონ ფეხოსანი თავისი დესანტი და შემდეგ იქედან წავიდეს. აქ უკვე ყველაფერს ასრულებს დრონი. აიწყანენ ამ დრონს, მაშინ ეს სადაზვერვო ჯგუფები რას აკეთებდა? შედიოდა მტრისურგში და უყურებდა განლაგებას, სად აღმოეჩინა საარტილერიო დივიზიონი სად იდგა, სად რეზერვები იდგა, საიდან მოდიოდნენ რეზერვები, როგორი მიმართულებით მოდიოდნენ, რა დროში მოდიოდნენ და ამის მიხედვით ხდებოდა ამ ყველაფრის გადმოცემა და შემდეგ ხდებოდა რეაგირება артиლერიის მეთაურების, რომლებიც გადააჯგუფებდნენ თავის ჯარებს. ეხლა ეს აღარ არის ფაქტიურად. ტერიტორიაც ისეთია უკრაინის ეხლა, რომ ფაქტიურად ღია არის თლიანად და არის ქარსაცავი ზოლები.
და იმ ღია ტერიტორიაზე ხელის გულივით ჩანს ყველაფერი. აუშვებ დრონს ერთ 2-3 კილომეტრზე და ჩათვალე რომ 30 კილომეტრზე უყურე ფაქტიურად ყველაფერს. გასაგებია, მეთაური ახლა უკეთხედავს სურათს, უკეთიცის ბრძოლის ველზე რა ხდება და უფრო ნათლად შეუძლია დაუსვას ამოცანა თავის ქვედანაყოფს. მაგრამ დრონები ხო არ არის ყველაფერი. დრონების შემდეგ და დრონებთან ერთად ხომ ჯარისკაციც აუცილებლად არის საჭირო. სპეცდანიშნულების ბატალიონები ფაქტიურად არ ჭირდება, რომელიც აი დივერსიებს აწყობდნენ, მაგალითად, აი როგორც ჩვენ მევსახურობდი სპეცდანიშნულების რაზმში, ხიდების და ამათი აფეთქებები და რაღაც ესეთი გვევალებოდა და დიდი თანამდებობის პირების. დღეს აგერ ისრაელმა მშვენივრად აჩვენა, რამდენი კაცი ფანჯარაში შეუგდეს, ყომბარე ბროჭკვიანი დრონები და ესენი და გაანადგურეს ფაქტიურად. 1300 კილომეტრი არის ფრონტის ხაზი. 1,300,000 კაცი მარტო პირველ ზოლში ჭირდება. მეორე ეშელონში იმის მესამედი რა, სადღაც 500,000 კაცი, ხო? წარმოიდგინე 200 მილიონი, ისა 2 მილიონი, 2 მილიონი სულ არ აქვს უკრაინა ჯარი. აი ეს ყველაფერი მე სულ მიკვირდა ხოლმე რა, რატომ, როგორ, ანაირად სანამ არ ჩავედი და რაღაცები არ ვნახე, არ გავესაუბრე იქ სამხედროებს და ჩემ მეგობრებს და იმათ, მანამდე აი ჩემამდე ვერ დადიოდა როგორ ახერხებენ ამ ყველა ტერიტორიის დაცვას. ამ ფრონტის ხაზზე რომ ვერ გაარღვევ და არ გაარღვევ. ფაქტიურად ის ასეულები აღარ არის უკვე იქ რო ჯდებოდა ასეული საყრდენი პუნქტები რო იყო და 20-ეული საყრდენი პუნქტები რო იყო. პატარ-პატარა ადგილებში 10-12 კაციანი, 15 კაციანი ჯგუფები ჯდება და შეიძლება დაშორებული ერთმანეთისგან იყოს ეს პუნქტები 2, 3, 4, 5 კილომეტრითაც. და აი ამ ბრეშებს რო ეძახიან, ხო ამ სიცარიელეს იმას რა ქვია საყრდენი პუნქტიდან საყრდენ პუნქტამდე სუნთლიანად დრონები ავსებენ. თემურ, ჩვენ რა შეგვიძლია შევცვალოთ ამით? რა შეგვიძლია ვისწავლოთ და შევცვალოთ ჩვენს სამხედრო მეცნიერებაში, ქართულ სამხედრო მეცნიერებაში? ბრიგადა და დივიზია რო გაიშალოს, ხო ამის გაშლის საშუალება არ არის. ტერიტორია გვაქვს პატარა და სულ თაგორიანი ტერიტორია. თუ იქ უკრაინაში დივიზია სიტყვაზე ან ბრიგადა 30-40 კილომეტრამდე ტერიტორიას ფარავს თავისი თავდაცვითი ზონით, ანუ თავდაცვის ტერიტორიას, ხო? საბრძოლო მოქმედებების თეატრზე. ჩვენ უკვე ის ბრიგადა შეგვიძლია ისეთი ტერიტორიები გვაქვს, ის ბრიგადა შეგვიძლია 70 კილომეტრზე დივიზიის ტოლად გაიშალოს, დაეწყოს და ყველაფერი დრონებმა და უპილოტო საფრენმა საშუალებებმა გადაყოს. ჩვენ ყველაფერი ხა ჩემი სამხედრო მიდან გავლილი ყოველს უყურებდი, რომ ჩვენ ვიღაცის წესდებას ვიწერდით. თავიდან რუსების საბჭოთა წესდებები ჰქონდა, გენერალი ბაიაძე იყო მაშინ გეხსოვნება შენ სამმართველოს უფროსი, უშუალოდ თარგმნით ამას ყველაფერს. მერე მოვიდა ნატოს ისინი წავიდნენ ოფიცრები ნატოს ჯარებში ისწავლეს. მერე ისინი მათი ის დაიწყეს გადმოწერა. ანუ ჩვენ მორგებული რომ ჩვენ დავჯდეთ და ჩვენ სამეცნიერო ჯგუფები ყავდეს ოფიცერთა, რომლებიც ამას ყველაფერს გაანალიზებენ და იტყვიან რომ კი ეს კარგია, მაგრამ აქ ჩვენთან ეს არ გამოდგება. ან ჩვენთან რაც არის ეს ცუდია და ჯობია ეს გადავიღოთ. აქ სულ მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს სწავლების რეჟიმში. და ქართულ არმიაში ამაზე ვინმე ფიქრობს? ახლა საერთოდ უსაფრთხოების საბჭოს აუქმებენ და საერთოდ აღარ რჩება ორგანო, რომელმაც რაღაცა სისტემა უნდა შექმნას და რაღაც ფუძემდებლური დოკუმენტები ჩამოაყალიბოს. თქვენ თუ შეგიძლიათ რომ თქვენი კავშირებით შესთავაზოთ თავდაცვის სამინისტროს დახმარება იმაში რომ წავიდნენ უკრაინაში, რაღაც ნახონ და რაღაც ისწავლონ, ახალი გამოცდილება მიიღონ. როგორც მე ვიცი არა, იმიტომ რომ მე რამდენიმეს ახლა აღარც მინდა უხერხულობაში ჩავაყენო, ვესაუბრე და არა, როგორც იქ ვესაუბრე, როგორც აქ ვესაუბრე, არა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც უკრაინასთან არ აგვაქვს ესეთი ურთიერთობა და რაღაც მივხვდი ყოველი მე როცა აკადემიაში სწავლობდი 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ მოხდა იუგოსლავიაში ომი. 27 კათედრა გვასწავლიდა. 27 კათედრა იყო, რომელსაც გავდიოდი ჩვენ. ამ 27 კათედრიდან ორ-ორი თვით
მასწავლებელი, ანუ პოლკოვნიკის დონის და ვიცე-პოლკოვნიკის დონის, მაშინ იმათი პოლკოვნიკის დონის ოფიცერი, ორი თვით ყველა კათედრიდან მიდიოდა იუგოსლავიის სასწავლებლად. ანუ დახვედროდნენ, დაკვირვებოდნენ, რა ხდება როგორც იუგოსლაველების მხრიდან, ისე ნატოს ჯარების მხრიდან, როგორ ხდება საბრძოლო მოქმედებების წარმოება. აი, ამას ყველაფერს სწავლობდნენ. ჩვენ არა, ჩვენ ყურებიდან ბამბა არ გამოგვიღია. ჯერ და გონია რომ ჩვენ ყველაზე მაგრები. უკრაინელებიც ნაცხენი არიან და ამათ შეთავაზები. ყოველ შემთხვევაში ამათგან არ ყოფილა სურვილი. როგორც მე ვიცი, შეიძლება ვწდები. მაგრამ ისინი იმათმა შეიძლება არ მიიღონ, იმიტომ რომ აგერ ყოველდღია ტელევიზორში კინება იმათი და იქ მებრძოლების და ესეთი რაღაცები. აბა როგორ გითხრა. დღეს უკრაინა ამსხვილებს სამხედრო შენაერთებს ბრიგადებიდან გადადის კორპუსებზე, გაცილებთ უფრო სულ შენაერთზე. რას მისცემს ეს უკრაინულ არმიას, რა სიახლეს შეეცემს, გარდა იმისა, რომ ბიუროკრატია გაიზრდება და რაღაც თანამდებობების რაოდენობა მოიმატებს. ეფექტურობა თუ გაიზრდება ამით არმიის? ეს უკვე ჩვენი დროის დრო იყო, აი რუკები კი ეხლაც არსებობს, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილების მიღების დრო შემცირდა ტექნოლოგიების ხარჯზე. უკვე ყველანი უყურებენ პირდაპირ ეთერში. და პირდაპირ ეთერში მიდის ბრძანებების გაცემა და ამ ბრძანებების ჩაწერა. ანუ აღარ არის საჭირო საიდუმლო რაღაცების აღალთების წერა, რუკაზე რაღაცების დახატვა. უკვე ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერში. ანუ თავისი ძალაუფლების გადანაწილება მოხდა უკვე კორპუსებზე. კორპუსები როგორც ჩვენთან არ ყავდა საქართველოში. საქართველოში ყავდა ორი მიმართულება, აღმოსავლეთ დასავლეთ იგივე კორპუსის სტილში. ასე აქვთ ამერიკელებსაც ასე აქვთ კორპუსები. ჩვეულებრივი კორპუსები. თურქებსაც ასე აქვთ ჩვენ მიმართულებაზე მე-11 საველი არმიის მე-9 კორპუსი. თემურ, სამ წელიწადნახევრიანი ომის შემდეგ მე მიჩნდება დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანს უჩნდება კითხვა, არ დაიღალნენ უკრაინელები. საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაიღალა ამ ომით და არ ამბობს, რომ კაი მზად ვარ კაპიტულაციაზე, ჩავაბაროთ მიწები, ჩავაბარდეთ რუსეთს, ოღონდ ომი აღარ იყოს. უყურე. ერთი რამე მინდა გითხრა. ზუსტად ის იმ დროს შევესწარი, როცა ცuliდნენ პირად შემადგენლობას წინა ხაზიდან. ჯარისკაცები ვიძახდნენ, რომ ისაო, რა ქვია, სამი თვეოდ გავართო და რუსი არ გვინახავს რა. ანუ ავტომატი არ გვისვრიაო. ანუ ისე გადაფარეს ყველაფერი ამ დრონებმა. კი, დაღლილები არიან, მაგრამ იმ დონეზე არიან გაბრაზებულები. არ არსებობს ეხლა ვისაც ვესაუბრებ. ვიღაცის ოჯახში ისა რა ქვია, დაღუპული არ ყოფილიყო, ვიღაცის მეზობელი არ ყოფილიყო დაღუპული, ვიღაცის სახს არ მოხვედროდა, ეხლა ჩემი მეგობარი არის. უკრაინელია თვითონ ორჯერ დაუნგრიეს სახლი. ორჯერ მოხდა მის სახლს. გამწარებულია, გაგიჟებულია. იბრძვის, აგერ არის ჩემი მეგობრის ქვისლი იყო, ერთ-ერთი მინისტრი იყო რა, მისი რა ქვია, წავიდა დაანება თავის და მისი შვილი. ჯარში არიან, ომობენ, ზუსტად ამ დრონების და ამის ისინი. ხო, მაგრამ მთელი უკრაინა ხო არ ომობს? რუსული პროპაგანდის, ტელეგრამების, ტელევიზიების საყვარელი თემა, როგორ ემალებიან უკრაინელები გაწევას. როგორ დაასდევენ მათ და როგორ არ მიდიან ჯარში. ამ გადაღლილობას ჯობნის ის სიბრაზე და რაც და ის ჭირი რაც თვითონ ამ ომმა მოუტანა ამათ. კი, ბევრი ხრო მივდიოდით ახალგაზრდების და ესენი საზღვარზეც გადიოდნენ, გამოდიოდნენ. ბევრი არ მიდის არსად, ბევრი ყველას ხوار შეუძლია ომი ვისაც არ შეუძლია ის რაღაც ეხმარება ჯარს. აი როგორც ჩვენთან, შენც ხომ შვენივრად იცი როგორ იყო ჩვენთან აფხაზეთ სამაჩალ. ჩვენ ვომობდით ხალხი რესტორნებში კეიფობდა, ზოგი ეხმარებოდა ამ ჯარს. ზუსტად იგივე ერთ-ერთი არის. როგორც ის უფრო დიდი ქვეყანაა, ჩვენ უფრო პატარა ვართ. მაგრამ ხალხი იბრძვის და იმედი აქვს გამარჯვება. მე ასე დავინახე ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ. მე პირველად არა ვარ, პირველად არ მივდივარ და ამდენჯერაც ვიყავი სულ ნახე რომ აი წარმოიდგინე, უბრალოდ წარმოიდგინე რა, რომ უკრაინ კიევში რო გაივლი, ხო? არ ეთყობა ნაომარი. რაღაცა დაანგრიეს, მიესევიან უცებ პრახ-პრახ ააშენეს, გამიგე? გზა დაბომბილია რამდენიმე გამოვიდა, მეორე დღეს გაივლის გზა გაკეთებულია. ანუ
ხალხს ცდილობენ რომ იმ მოსახლეობამ ნაკლებად შეეხოს ეს ომიდან გამოწვეული დისკომფორტი. ამ ეტაპზე მგონია ეს საფრთხე აღარ არსებობს, მით უმეტეს ნატოს უკანასკნელი სამიტის შემდეგ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ჩვენ რომ ძალიან აქტიურად საუბრობდნენ ყველანი, რომ შეიძლებოდა შეჩერებულიყო დასავლური დახმარება და უკრაინა დარჩენილიყო გარე დახმარების გარეშე. პროფესიონალის აზრი მაინტერესებს, უკრაინას შეუძლია ამ ომის გაგრძელება, ამ ომის წარმოება ისე რომ აღარ დაეხმაროს დასავლეთი. ყოველგვარი დასავლური დახმარების გარეშე. დასავლეთის ხარჯაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გაწევს. შეუძლებელი. ჩემი აზრით. ტემპესა და ბრედლის ვერ შეადრი ერთმანეთს. ლეოპარდს და S-72-ს ვერ შეადრი ერთმანეთს. ანუ ძალიან დიდი განსხვავება არის. ასე არის როგორც საფრენ აპარატებს შორის რა, როგორც F-16-ები და სუები და ტუები და ილები და ესენი მიგები ძალიან დიდი განსხვავება არის. ტექნოლოგიურად არის განსხვავება, უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. ამის ხარჯზე არის რომ აი რუსები კიდევ ისე ჩარჩენ იმის ჩარჩენ, იმიტომ რომ მათი артиლერიის ამოცანა უნდა დამოგონ კავროვაე ბომბარდირშკას რო ეუნებით, ხო? მიაყრიან 1000-მდე ჭურს და შეიძლება ერთი საყრდენი წერტილი პუნქტი ვერ გაანადგურო. აი ესენი კიდე პირდაპირ მიზნობრივად იყენებენ ამას ყველაფერს. და ამიტომ ნაკლები შეიარაღება ჭირდებათ რუსებთან შედარებით. თუმცა ეს რუსები დადგენ და ვის არ თხოვენ ამ ბომბებს. დიდი მადლობა თემურ. დიდი მადლობა. ეს იყო თემურ ლიპარტელიანი. პოლკოვნიკი სამხედრო დაზვერვის ვეტერანი. ვაშა გადაცემაში. შემოგვიერთდით, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.